გამარჯობა. მინდა შემოგთავაზოთ ერთი ამოცანა. ეს ამოცანა ძლიერ მე-6 კლასელ მოსწავლეებზეა გათვლილი. ეჭვეპარება, რომ მე თვითონ მე-6 კლასში ყოფნისას ეს ამოცანა ამომეხსნა. სანამ ამოცანას აქ შემოგთავაზებდით, ის ამოსახსნელები ვეცი მათემატიკის 5 მასწავლებელს და 1 ფიზიკის მასწავლებელს. მინდა გითხრათ, რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ამოცანის მაშინვე ამოხსნა. ასე რომ, რომელ კლასშიაც არ უნდა იყო, ან გინდაც მათემატიკის მასწავლებელი იყო, გირჩევდა ეჭიდო ამ ამოცანას. ამოცანის პირობა კი ასეთია. ერთმა ბრძენმა ჩაიფიქრა რომელიმე ნატურალური რიცხვი 1-დან 9-ის ჩათვლით. შენი მიზანია ჩაფიქრებული რიცხვის გამოცნობა. შენ და დაუსვა ბრძენს რაღაც კითხვები, რომლებზეც ბრძენი გიპასუხებს დიახ, არა ან არ ვიცი. ორ კითხვაზე პასუხის შემდეგ შენ უნდა გამოიცნო ბრძენის მიერ ჩაფიქრებული რიცხვი. რა თქმა უნდა, შენ დაფიქრდები და იტყვი. განა რა შეკითხვა უნდა დაუსვათ ბრძენს იმისთანა, რომ ბრძენმა მიპასუხოს არ ვიცი. ის ხომ ბრძენია და რადგან ბრძენია, პასუხი ყველა შეკითხვაზე აქვს. ჩვენი ხელოვნებაც მაგაშია, კითხვის დასმის ხელოვნება. ესე კითხვა ისეთნაირად უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ბრძენმა ნამდვილად არ იცოდეს ამ კითხვაზე პასუხი. მოდი ასე მოვიქცეთ. რადგან რიცხვი 9 არის, პასუხების ვარიანტები კი 3, მოდი ეს რიცხვებიც 3 ჯგუფად გავყოთ. პირველ ჯგუფში მოვათავსოთ რიცხვები 1, 2 და 3. მეორე ჯგუფში 4, 5, 6. მესამე ჯგუფში 7, 8 და 9. ხო და კითხვა ჩამოვაყალიბოთ ესეთნაირად. მეც ჩავიფიქრე რაღაც რიცხვი 4-დან 6-მდე. ანუ ან 4, ან 5, ან 6. შენი ჩაფიქრებული რიცხვი ჩემ რიცხვზე მეტია? რა ხდება თუ ბრძენს აქვს ჩაფიქრებული 1, 2 ან 3? რა თქმა უნდა, ბრძენის პასუხი იქნება არა. თუ ბრძენმა ჩაიფიქრა 4, 5 ან 6 რიცხვებიდან რომელიმე, მაშინ, რადგან მან არ იცის, რომელი რიცხვი ჩავიფიქრე მე 4-დან 6-მდე, ამიტომ არ იცის თავის ჩაფიქრებული რიცხვი ჩემ რიცხვზე მეტია თუ ნაკლებია, ამიტომ გამცემს პასუხს არ ვიცი. და თუ ბრძენმა ჩაიფიქრა 7, 8 ან 9, მაშინ მიპასუხებს დიახ, მეტია. ამიტომ ამ კითხვის მერე მე აუცილებლად მეცოდინება ის სამეული, რომელთა შორისაც არის ეს რიცხვი, ბრძენის ჩაფიქრებული რიცხვი. ეს არის ჯგუფში 1, 2, 3, ან 4, 5, 6, ან 7, 8 და 9. პირობითად დავარქვათ ამ სამეულიდან სამ რიცხვს 1, 2 და 3. მეორე კითხვა ასეთია. მე ჩავიფიქრე რიცხვი 1/9 ან 2/9. შენი ჩაფიქრებული რიცხვი ჩემ რიცხვზე მეტია? თუ ბრძენი მეუბნება, რომ მეტია, ესე იგი დიახ, ბრძენს ჩაუფიქრებია 3. თუ ბრძენი მეუბნება არა, ბრძენს ჩაუფიქრებია 1. ხოლო თუ ბრძენმა მიპასუხა, რომ არ ვიცი, რადგან არ იცის მე 1/9 მაქვს ჩაფიქრებული თუ 2/9, ამიტომ რიცხვი 2 მეტია ამაზე თუ ნაკლები არის. ამიტომაც მეტყვის არ ვიცი. ესე იგი ბრძენს ჩაფიქრებული აქვს რიცხვი 2. მათვის ვინც ვერ გაიგეთ რა ხდება 4, 5, 6 ან 7, 8, 9 შემთხვევაში, მაგალითად თუ ბრძენის მიერ ჩაფიქრებული რიცხვი აღმოჩნდა 4, 5, 6-დან ერთ-ერთში, მაშინ ვეკითხებით მე ჩავიფიქრე რიცხვი 4/9 ან 5/9. შენი ჩაფიქრებული რიცხვი ჩემ რიცხვზე მეტია? პასუხი არა ნიშნავს, რომ ჩაიფიქრა 4. არ ვიცი ნიშნავს ჩაიფიქრა 5. და მეტია დიახ, პასუხი ნიშნავს ჩაიფიქრა 6.
თუ ბრძენის მიერ ჩაფიქრებული რიცხვი იყო სამეულში 7, 8 და 9, მაშინ კითხვას უსვამთ, მეორე კითხვას ვაღალიბებთ ესეთნაირად. მე ჩავიფიქრე რიცხვი 7.5 ან 8.5. შენი ჩაფიქრებული რიცხვი ჩემ ჩაფიქრებულ რიცხვზე მეტია? თუ ბრძენი მეუბნება არა, ესე იგი მან ჩაიფიქრა 7. თუ ბრძენი მეუბნება არ ვიცი, ესე იგი ჩაიფიქრა 8. ხოლო თუ ბრძენი მეუბნება რომ დიახ, მაშინ ჩაუფიქრებია 9. აი ესეთი იყო ეს ამოცანა. მადლობთ რომ აქამდე მომყევით და არ დაგავიწყდეთ, დამიკავშირდით, ჩემ გაკვეთილებზე ჩაეწერეთ, გახდით ჩემი არხის ხელმომწერები, რადგან აქ ბევრ საინტერესო ამოცანას შევხვდებით. ნახვამდის.